ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია გრძელდება. დელეგატები დღეს ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ, კერძოდ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ფორმატმა, ასევე რა ინტენსივებით უნდა შედგეს შეხვედრები, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია იყოს. ქვეყნები ასევე მიიღებენ დღეს დეკლარაციას, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ კანდიდატი ქვეყნები არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ პარტნიორები არიან. კონფერენციაში შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს, ის ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სერბ კოლეგას. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს კონფერენციას და ვიზიტს და გვერდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. უკვე მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელგრადში იმყოფება ქალაქში, სერბეთის დედაქალაქში, რომელიც მეორე დღე ასევე მას მისვლობს კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველ კონფერენციას. 8 კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში ერთი მიზნით არის შეკრებილი. მათი მიზანი არის საცმთავარია გამოცდილების თუ მოსაზრებების გაზიარება, რომელიც შესაძლებელია ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ევროკავშირისკენ მიმავალ უნდა ითქვას, რომ ეს ფორმატი შეიქმნა სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით და სწორედ მათ მიიწვიეს კოლეგები კანდიდატი ქვეყნებიდან ამ პირველ კონფერენციაზე მონაწილეობისთვის. როგორც თავად კონფერენციის მონაწილეები, ანუ პარლამენტის თავმჯდომარეები ამბობენ, ეს დისკუსია, რომელიც გუშინ დაიწყო და გრძელდება დღესაც, აღმოჩნდა საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი, იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მჭიდრო ფორმატში კანონმდებლებს ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ. ამავე ვიზიტის ფარგლებში, თქმა უნდა, შედგა ორმხრივი შეხვედრების და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა შეხვედრა სერბ კოლეგასთან, რომელსაც შალვა პაპუაშვილმა, როგორც მასპინძლობისთვის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ საკმაოდ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო და ამ ურთიერთობების ყველა ასპექტს. რაც შეეხება თავად კონფერენციას, რომელიც ახლა პირველად იმართება, კონფერენციის მონაწილეები, ანუ პარლამენტის თავმჯდომარეები კანდიდატი ქვეყნებისა თანხმდებიან იმაზე, რომ ხშირი ფორმატი, ხშირი, ასე ვთქვათ, ხასიათი უნდა ჰქონდეს ამ შეხვედრების ფორმატს და სხვა შორის ისმოდა ერთი მთავარი გზავნილის გუშინ მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ქვეყნები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა მოცემულობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოზიცია, რაც მთავარია, სხვადასხვა გამოწვევები მათ შორის და მიღწევები, რაც მთავარია თანხმდებიან ერთ თემაზე, ისინი ყველანი ამბობდნენ გუშინდელი ფორმატის ფარგლებშიც იმას, რომ ამ შემთხვევაში კანდიდატი სახელმწიფოები უნდა იყვნენ და არიან ერთმანეთის არა კონკურენტები, არამედ პარტნიორები მათი საერთო მიზნისკენ. სხვა შორის უნდა გაუსვათ ხაზი იმასაც, რომ პრინციპში გამომსვლელი პარლამენტის თავმჯდომარეების სიტყვაში იყო ერთგვარი მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში სწრაფ გაწევრიანებას თავად ევროკავშირში არავინ ელის, თუმცა თანხმდებიან სპიკერებიც იმაზეც, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ გზაზე უნდა გატარდეს, პირველ რიგში სასარგებლო იქნება სწორედ კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათი ხალხებისთვის და ზოგადად ამ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება უკვე თავად კონფერენციის გზავნილებს, დღეს კონფერენცია დაასრულებს თავის მუშაობას დღის მეორე ნახევარში და შედეგები, რომელსაც ამ ორდღიანი სამუშაო ფორმატის განმავლობაში სპიკერებმა მიაღწიეს, რა თქმა უნდა, აისახება ბელგრადის დეკლარაციაში, რომელშიც ასევე ჩაიწერება სწორედ ის, რომ კანდიდატის სახელმწიფოები ამ შემთხვევაში ერთმანეთის პარტნიორები არიან საერთო მიზნის გასვლაში. დღეს გვექნება უკვე საორგანიზაციო საკითხებზე საუბარი, უბრალოდ ყოვლისა უნდა შევთანხმდეთ პერიოდულობაზე ჩვენი შეხვედრის, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენ შორის საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ასევე შევათანხმდეთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც მთლიანად ამ კონფერენციის იდეა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს გვაქვს განზრახვა, რომ ერთად ვიმუშაოთ გაწევრიანების გზაზე, დაუდგეთ ერთმანეთის გვერდში, დავეხმაროთ, გავაერთიანოთ ჩვენი ხმა და ერთიანი ხმით ვიყოთ წარმოდგენილი ამ პროცესში და ვიყოთ ამ პროცესის შემქმნელები და მონაწილენი და არა უბრალოდ ამ პროცესის ობიექტები. მაქმნევინებს
ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრებისა კანდიდატი ქვეყნების გაუჩნდათ სწორედ სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებს, შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის დედაქალაქში სწორედ სერბი და უკრაინელი კოლეგების მიწვევით იმყოფება, ისევე როგორც სხვა პარლამენტის თავმჯდომარეები და როგორც თავად კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო შორის ურთიერთობებსა და კავშირებს და გამოცდილების გაზიარებებს, ვინაიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გადის ცალკეულ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ თვალსაზრისით, როგორც გამოცდილების გაზიარება, ისე არსებულ გამოწვევებზე გაცვლა საპარლამენტო დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეები თანხმდებიან, რომ სერბეთის შემდგომ ისინი გააგრძელებენ საკმაოდ ხშირ ფორმატში შეკრებას. ახლა ამ წუთებში სწორედ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, კონკრეტულად რა სიხშირით უნდა გაიმართოს მხოლოდ მსგავსი შეხვედრები, როგორ უნდა განაწილდეს მასპინძლობის, ასე ვთქვათ, რიგითობა და ზოგადად როგორი უნდა იყოს დღის წესრიგი და ის საკითხები, რომლებზეც ამ კონფერენციამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს. მადლობა სალომე ქოქიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.